დემოკრატიის მეორე ტალღის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო მედიის პლურალიზაციის საერთო ხელშეწყობა. უფრო კონკრეტულად კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წარმომადგენელი დაინიშნებოდა კომუნიკაციების საბჭოში. შესრულებულია. საკანონმდებლო გარანტიები, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში გაიმართება პოლიტიკური თოქ-შოუები და ყველა ძირითად პარტიას ექნება მონაწილეობის თანაბარი საშუალება. შესრულებულია. საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს რეფორმა, რომლის შედეგადაც მასში მართლ პარტიას და ოპოზიციას თანაბარი ხმების რაოდენობა უნდა ჰქონდეთ, ხოლო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შესრულებულია. საზოგადოებრივ მაუწყებლის სამოქალაქო საბჭოს უფლებების გაზრდა. შესრულებულია. მეორე არხზე შეერთო ახალი სატელევიზიო მეორე არხზე შეიქმნა ახალი სატელევიზიო არხი, რომელიც შეუზღუდავად გააშუქებს ყველა პოლიტიკურ ღონისძიებას, პარლამენტის სხდომებს, პოლიტიკური პარტიების სრულ პრესკონფერენციებს, ხო, საშინელებო. მაგრამ დემოკრატიის სიამოვნება ისე რომ შეგიძლია უყურავ გაშუქება, შეიძლება სხვაგანაც გადართო. შესრულებულია ესეც. ყველა სატელევიზიო არხისთვის სატელიტური მაუწყებლობის უფლებების მიცემა შესრულებულია. მედიის თავისუფლება და პლურალიზმი დემოკრატიული განჯასახების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელევიზია განურჩევლად მისი ზომისა და პოზიციისა, ან ოპოზიციობისა, ხელის შემშლელი გარემოების გარეშე ფაქტორების გარეშე მაუწყებლობდეს. თუმცა ეს ყველაფერი ყოველთვის შესაძლებელი არ არის გამომდინარე საქართველოს სარეკლამო ბაზრის სიმცირიდან და შეზღუდული ფინანსური რესურსებიდან. თითქმის ყველა კერძო ტელევიზიას ძიმე საგადასახადო დავალიერების პირობებში უწევს არსებობა. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა რეგიონულ ტელევიზიებს. ყველას გვახსოვს, რომ შარშან საგადასახადო დავალიერების გამო თითქმის დახურვის პირას აღმოჩნდა აჭარის რეგიონალური ტელევიზია 25 არხი გიორგი თარგამაძე აყენებდა ამ პრობლემას, მე არ დამავიწყდა. ეს ტელევიზია ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკული გაუტანელი პოზიციით გამოირჩევა. სახელმწიფოს მიერ და სახალხო დამცველის შუამდგომლობით მოხდა 25 არხის საგადასახადო დავალიერების რესტრუქტურიზაცია. მაგრამ ანალოგიური პრობლემები აქვს სხვა კერძო ტელევიზიებსაც. 25 არხისთვის რესტრუქტურიზაცია ხო დროებით იშველა იყო. ცხადია, რომ ამ პატარა ტელევიზიას არც რამოდენიმე თვეში ექნება საშუალება დაფაროს დავალიერება. ამიტომ მე გთავაზობთ ახალ ინიციატივას, რომ ყველა ქართულ რეგიონალურ ტელევიზიას გამოუცხადოთ საგადასახადო ამნისტია. რათა მათ უფრო თამამად შეძლონ განვითარება, ხოლო მათი მეშვეობით ვითარდებოდეს ქართული დემოკრატია და პოლიტიკური კულტურა.